ნაკრები და ურუგვაის ეროვნული გუნდი შეხვდებიან. ქართული საფეხბურთო კლუბები ულტიმატუმის ენას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალური კლუბების თანაბრად დაფინანსების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ერთბაშად 8 გუნდი იტყვის. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ხმაური კამათი და ულტიმატუმის რანგში აყვანილი განცხადებები ასე შეიძლება დახასიათდეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა და უმაღლეს და პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების მესვეურთა შეხვედრა. კერძო მფლობელობაში მყოფი 8 გუნდი თუმათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლაზე უარს განაცხადებს. იმ მდგომარეობაში რაც დღეს საქართველოს ფეხბურთია და იმ ხედვით რაც დღეს გამოიკვეთა ჩვენს შეკრებაზე ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის დაწყების წინ ერთნაირად უნდა დაფინანსდეს ყველა გუნდი, კერძო კლუბიც და საბიუჯეტო გუნდიც, კლუბებიც. თუ ეს არ მოხერხდება და ამ შემთხვევაში ჩვენ საფეხბურთო კლუბის დასახონი ვაფიქსირებთ, უკვე წერილიც გავაგზავნეთ სამინისტროში და ფედერაციაში. ჩვენ შევწყვეტ ფინანსირებას კლუბის, იმიტომ რომ ინვესტორისთვის მიუღებელია ეს და არა მომგებიანი. კერძო ინვესტიციებით მოარსებე საფეხბურთო კლუბების მმართველების განსაკუთრებული უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ გორის დილას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხებით აფინანსებდა, რამდენიმე თვის წინ კიდევ 2 მილიონი ლარი გამოეყო. სახელმწიფო ბიუჯეტისგან დამოუკიდებელი სახსრებით მოარსებე კლუბები ამას არასამართლიანად მიიჩნევენ და თვლიან, რომ თუ ქვეყნის ბიუჯეტში საფეხბურთო გუნდებისთვის თანხები იქნება გამოყოფილი, ეს როგორც მუნიციპალურ, ისე კერძო კლუბებზეც თანაბრად უნდა განანაწილდეს. ჩვენ ვიტყოთ, რომ იყოს სამართლიანობა, ყველა კლუბმა მიიღოს თანაბარი დაფინანსება, თუ ვინმე დაფინანსდება, ამიტომ 12 გუნდი ერთნაირად დაფინანსდეს და თუ ეს არ იქნება მიღწეული, რა თქმა უნდა, ჩვენ კერძო კლუბები, როგორც უკვე დავინახეთ, ასევე რამდენიმე საბიუჯეტო კლუბი, რომელიც იგივე აზრზეა, ჩვენ ვთქვით, რომ ალბათ ბოიკოტის ფორმა რაღაც ყველაზე მართებული იქნება. მე დღეს ვაცხადებ, როგორც ლადო ბურდული, როგორც გენერალური დირექტორი ბონისის სიონის, რომ მე ვდგევარ იმ ხალხის გვერდით, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება და მართლა უნდა რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს. პრაქტიკულად ულტიმატუმის ენაზე გადასვლა იმანაც განაპირობა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე სიტუაციის გაურკვევლობა კლუბებს სატრანსფერო პოლიტიკის წარმოების და მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვაში შეუშლის ხელს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ეს ფორმა მათთვის მიუღებელი და გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არც ფეხბურთის ფედერაციას და არც კლუბებს დაფინანსების შესახებ რაიმე სახის პროექტი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. მე პროექტი ჯერ არ მინახე ამ ქვეყანაში ფეხბურთთან მიმართებაში და აქამდე არაფერი არ დაწერილა და ეს კლუბები არაფერი არ გაუკეთებია იდეის დონეზეც კი. ამიტომ მე ვერ ხედავ იმ რესურსს, რომ გუნდებს რაღაც შესაძლებლობა აქვს რამე შეცვალონ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის საქმე უნდა იყოს, ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს მოწადინებული, რომ ესეთი სახის პროექტები იყოს ქვეყანაში. საკითხი კვლავაც ღიად რჩება და სავარაუდოდ მომავალი წლის დადგომამდე ასეთივე მდგომარეობაში იქნება. საუკეთესო შემთხვევაში 2014 წლის ბიუჯეტში თუ იქნება გათვალისწინებული საფეხბურთო კლუბების მოთხოვნები. მანამდე კი მომავალმა ჩემპიონატმა შესაძლოა თბილისის დინამოს, ზესტაფონის, ქუთაისის ტორპედოს, ვიტ ჯორჯიას, სიონის, ზუგდიდის და მარტვილის მეირანის გარეშე აიღოს სტარტი.